ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, როდესაც აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. Ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამორჩებით მოლდოვას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილმა ასევე გაიხსენა მაია სანდოს საჯარო განცხადება 4 ოქტომბერს, როცა მოლდოვის პრეზიდენტმა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა. შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდომ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამორჩებით მოლდოვას. რას ვიზამთ, ჩვენი 3000 წელი არ გვეთმობა, რომელიც იმის დასტურია, რომ შენი ეროვნული იდენტობის თუ გჯერა, მაშინ პატარა ქვეყანაც შეძლებ ისტორიულ ქარცეცხლში საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამოტარებას. ამავე დროს ეს განცხადება აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გედეერის სცენარისკენ გაურბის, გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა. რა უნდა ითქვას, ესეც გზაა სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შინნაზართ ჰიპერევროპელებსაც ექნებათ ერთი-ორი ქვეყანა შეთვალიერებული, რომელსაც 78 მუხლის ციტირებით უმალ გადააბარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს. მათთვის ხომ 78 მუხლამდე არც ერთი მუხლი მუხლად არ ღირს. ჩვენთვის კი საკითხი მარტივია. საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების. PS რახან სიტყვა მოიტანა, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ 4 ოქტომბერს ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმი მიმდინარეობდა, მაია სანდომ საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს. მაია სანდოს განცხადება და პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მოლდოველი რუმინელი ხალხი ეთნიკურად, კულტურულად არის ფაქტობრივად ერთი ხალხი და შესაბამისად ისინი დემოკრატიული წესით მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ სახელმწიფოს საკითხებთან დაკავშირებით. პაპუაშვილის მხრიდან განცხადებები მოლდოვაზე, რომელმაც არამხოლოდ დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, არამედ დაიცვა მშვიდობა, არის ერთადერთი გამოხატულება იმისა, თუ საქართველოს როგორ წავიდა არასწორი გზით დაუპირისპირდა დასავლეთს და ფაქტობრივად ევროპამ მტრად გამოაცხადა. მოლდოვამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მიიღწია იმ კონდიციისთვის, რა კონდიციაში დღეს არის და რეალურად მართლაც ყოფილიყო განვითარებული ქვეყანა და ამ განვითარების გზაზე მოლდოვა დგას ძალიან წარმატებით და სამწუხაროა თუ მის გზას საფრთხე შეექმნება, რა თქმა უნდა. არ ვიცი, პაპუაშვილი პარალელს საერთოდ რატო აავლებს საქართველოსა და მოლდოვას შორის და საერთოდ პარალელს როგორ აავლებს ჩვენს მდგომარეობასა და მოლდოვას მდგომარეობას შორის, იმიტომ რომ ჩვენ 2021 წლამდე ვიყავით მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ ტრიოს შორის და ვიყავით ძალიან წარმატებული იმ გზაზე, რასაც ქვია ევროინტეგრაცია. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო უკუსლა და რის გამოც უკუსლა დაიწყო, არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. მაია სანდოს მსგავსი პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს ჩვენს მოწინააღმდეგე რადიკალებს იმ პროცესებში, რომელსაც ისინი ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართავდნენ. და თუ რატომ უჭერდა მაია სანდო მხარს ამ რადიკალებს და მათ შორის სხვა ევროპოლიტიკოსები და ბიუროკრატია, ალბათ ადვილი მისახვედრია, რადგან მათთვის მოსაწონია მაია სანდოს გადაწყვეტილება და სურვილი, რომ რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანოს მოლდოვა, მოლდოვას დაუკარგოს დამოუკიდებლობა და ის გახადოს სხვა სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წევრი. სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით მთელი ამ პერიოდის მანძილზე. აი აქ ჩვენ ხედავთ, ასე ვთქვათ, თელ ტრაგედიას, რაც მოლდოვას გარშემო ტრიალებს და მოლდოვაში ტრიალებს უფრო სწორედ. ერთის მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს თურმე მოლაპარაკებების გახსნას და მეორე მხრივ მოლდოვას პრეზიდენტი ამბობს, რომ მას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობა უჭირს და შეუძლებელადაც მიაჩნია. აი ხედავთ თუ როგორ გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციისათვის ამ ევროკავშირის წევრობა არ წევრობის მოლაპარაკების დაწყება არ დაწყების საკითხი. საქართველოს, რომელიც თავისი განვითარების მთელი მიმართულებებით
მათივე ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მიერ ჩატარებული და დაკვეთით გაკეთებული კვლევებით არის ლიდერი სახელმწიფო. ამ დროს საქართველოსზე ამბობენ, რომ ის არ არის მზად. რატომ? იმიტომ რომ აქ პოლიტიკურ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც გარკვეული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიზნის მიღწევა სურთ, რაც არ შეესაბამება არანაირად ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამიტომ იყენებენ შანტაჟის იარაღად ამას.